მეუთხარი და არ წავიდეს იმ დიტოსთან პაემანზე. ნიკა ელენი არის უკვე დამოუკიდებელი ადამიანი, თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა და როგორ უნდა გააკეთოს. მე ვერაფერს ვერ ვეტყვი. უთხარი და ფულს გაჩუქე. დაგმინდა შენი ფული. რა გაპატიჟი გუგოებსაც. რა შედი იყო წესი მოიგეთ გამომართ რა თქმიდა ეს რა. 5 ლარია ის კი არ არის. რომელი ჯობია? გადასარდება? არა ნიკა. ჩასაცმელად. ჩასაცმელად არის. ლაშა, შენ მაინც მითხარი. მე ვერაფერს ვერ გეტყვი ელენე. მე ვარ მამაკაცი. თან შენი ძმა. ხო, და ეხლა მე როგორ უნდა გითხრა, ეხლა მე არ მინდა არანაირი სურვილი არ მაქვს გითხრა რომელი კაბა უნდა ჩაიცო პაემანზე. და საერთოდ ძალიან გთხოვ უჩამრევ ამ საქმეში. კარგი, მაშინ ამ კაბას ჩავიცე. მოდიო. რა მაგას ჩაიცმე, მეორე ჩაიცმე. და ტონალური ზედმეტი ხო არ მომივიდა? არა. არა, ტონალური არის კარგი. კარგი. მაშინ რა არის ტონალური? წარმოდგენა არ მაქვს. ესე იგი მიდიხარ ხო? ნიკა, მე და შენ ხო ვილაპარაკეთ ამ თემაზე. მამა ხო გიყვარდა და მეორე სიყვარული ხომ არ არსებობს. ერთხელ გიყვარდება და მორჩა ხო ლაშა? აუ, ისე ვა, პროფესორო, მელოდებოდი პატა? გელოდებოდი რა, პრინციპში არ გელოდებოდი, წასვლას ვაპირებდი, მაგრამ მობრძანდი. მობრძანდი. დავკეტო? არა, მე დავკეტო? კი ბატონო, დავკეტო. დიახ, პატ რაღაცა მინდა გთხოვო. მართლა, აბა გისმენთ. მოიც პროფესორო. მოიც რა, სოლბონდო.
არა, შენ კი არა, თათიას მინდა ხელი უთხოვო რა, მაგრამ ჯერ არა და დროებით მინდა შენთან შევინახო თუ შეიძლება. როგორ არ შეიძლება? კი, შეინახე პროფესორ, რა პრობლემაა? მოიცი თათიას ცოლობა უნდა სთხოვო? კი, და ტექსტის მოფიქრებული რა უნდა უთქვა. მართლა? კი, როგორ არა, მაინტერესებს, აბა? აი ეს ავიჭერდა ის თათია მართალი ამ ბეჭედში ძალიან ძვირი გადავიხადე 1300 ლარი, მაგრამ შენ ჩემთვის უფრო ძვირფასი ხარ. ძალიან სერიოზული ტექსტია პროფესორო. კი, მაგარიტები მომეცი, შევინახავ, მომეცი. მოიცე ერთი წუთი, თუ იმედი. 1 2 3 4 რა ასაკეთებ? მოიცა რა ასაკეთებ? არა ეს ისე რა, გაუგებრობა რო არ მოხდეს. გასაგები ხანაგები ვარ და კი, არა, პრობლემა არ არის, გასაგები. 5 ბრილიანტის თვალი აქვს. 918 სინჯი და შეინახე აი იმ ადგილზე. გასაგები, აი ამ ადგილზე ვინახო, აი მოდი პროფესორო, აჰა, აი ამ ადგილზე, აი უყურე შენახული, აი უყურე, აჰა, შენახული. აი. ხო, გასაგები. აჰა, შენახული. კეთილი. მე წავედი ხო მაშინ ცეზიუმის მეთოქსიბრომიდზე გამოქვს დაწყებული და ჩავაკითხავ, ხო? მაგაზე? ხო, და ეგ რა არის? დროზე თუ არ ჩავედი, გაიგებ. კი არა. დროზე მართლა დროზე თუ არ ჩავედი შენ კი ამ მთელი სამეზობლო გაიგებ. მე წავიდა ტემპში წავიდა პროფესორ წავიდა მე მამას დაურეკო. გამარჯობა. მე მაქვს გასაჩილი, ჩემო მეგობარმა მომიყვანა პორშეთი. ვაიმე, მოიცა ვინ მოგიყვანა თამ. სოფი, თეკლა არ არის სახლში. ბატასთან გავიდა ახლა ხანს. მაგიტომ იდგა სადარბაზოში მკვდარი კატის სუნეტყობა მისი სუნამ. გამოყენჭული ხარ, საქმე ხარ? პაერმანზე დიტომ უნდა გამომიაროს და მე საქმე დავჭდებით. მოიცადე? მომიყევ? არა, სოფი არ არის საჭირო, ლაშა მიცის. კაი. გამარჯობა სოფი. გამარჯობა. მოდი აჩე, მოდი. რატომ დაელაპარაკე მამაშენს? კი. რა უმერე? რაო და საჭეს თანჯდა და დააჯერე მის ტელეფონზე ლაპარაკის გამო. ლაშა წავედი კაფეტერიაში ბევრი საქმე გვაქვს, წამოდი. ხო, წავედით. ჩვენ გავალთ ხო ლაშა წავედით რა, მართლა ბევრი საქმე გვაქვს. ხო მოვდიოდი. ხო და წამოდი. ო, წავედით ჩვენ ადეთი ლაშა აღარ შემიძლია, ადეთი. წეღან ხო ავდექი. ხო, გავაითე ჩვენ. რა გავაკეთო, ხელს რო კიდე ითიშება და როგორ წავიყვანო? რა ვიცი, რამე ჯოხი აიღე და იმით გადენი. მეოდებოდი პო. არა ფეკ. უბრალოდ ანუ მაღაზიაში რო ჩავიდო და რო ამოვიდოდი მე რეგელოდებოდი. ბატა მაღაზიაში ჩადიხარ და შენ იოგურტი ამოიტანე რა. იოგურტი გვაქვს მაცივაშია. მაცივაში რო იოგურტია ეკაფუჭებულია. მართლა, მაშინ აფთიაქში შევივლი. შენ რამე ხო წამოგიღო? არა. კარგი, წავედი კოცნით ეგ. გაკოცე. კარგი კოცნი. ის საფული დამრჩება. წავედი კოცნით ეგ. გაკოცე. კარგი. ის მობილური დამრჩება. წავედი კოცნით ეგ. კოცნი. ეს თეკო საღამოსთვის შენთვის მაქვს რაღაც სურპრიზი მომზადებული და მოკლედ საღამოსთვის ელოდე. კარგი, წავედი კოცნი. აი სერან შეიძლება ვერ გაიგე და კოცნი.
პაატა სანამ ამოვას საჭმელს დავახვედრებ. ბეჭედი? ვისა პაატამ თქვა საღამოს სიურპრიზი მაქვსო. აქ ბეჭედს მალავს. ვაიმე ხელი უნდა მთხოვოს. Что ичкара ესე მოიცა ქორწილი 100 კაციანი ჯობია თუ 150 კაციანი ბავშვები რომ სკოლაში უნდა შევიყვანოთ აი მე რა მაგარია პაატა მეტყვის სულად გამომყევი მე ვიტყვი კი პაატა იტყვის აი მე რა მაგარია არა მაგრამ ესე პირდაპირ ვერ დავთანხმდები მაინც რომ მეტყვის მე უნდა ვუთხრა რომ მოსაფიქრებლად რომ მჭირდება თუმცა ახლა ხომ ვიცი და ამიტომ ახლა საღამომდე ვიფიქრე და რომ მკითხავს მოფიქრებული მექნება და დავთანხმდები მაგარია Cecily მე ვარ. კი, გადავწე 1 საათი წინ. მაჯის საათის გადაწევაც მინდოდა, მაგრამ ისეთი ძველი ბატარეები ვდებს, რომ 4 საათით უკან გადმოწევა მომიწია. ხო, ეხლა იფიქრებს, რომ დიტო აგვიანებს და გაბრაზდება. გენიალური გეგმაა. ობიექტი მეხოლება წავედი. ნიკა შენი ფრისტალების დროა. აუ, გადამეწია რა 2 საათი წინ რა. ნიკა რა მალე გარბის დრო? უფრო მალე გაიწევ და უბრალოდ შეეცვალა. ეს თანდახანს უნდა მოსულიყო. კაიდე, ნუ ნერვიულობ. აი მამას სურათები დაათვალიერე და გაგიჩს. ძალიან პუნქტუალური, არასოდეს არ აგვიანებს ხომ. რამე ხო არ შემთხვა, დაურეკავ. დედა, ნუ ახლა კაცი პაემანზე არ მოდიოდეს და შენ ურეკავ. სად არის შენი თავმოყარეობა? მართალი ხარ ნიკა, თუ რამე უჭერს თვითონ დამირეკავს. ახლა კაცი რომ 2 წუთს, 5 წუთს, 10 წუთს იგონებს ეგ არაფერია, მაგრამ 15-ს. ნიკა მოვა, ცოტა აგვიანდება და მოვა. სკოლაში რომ 2 წუთს აგვიანებ ხოლმე, მაგაზე ერთ ამბავს წეხავდა. ნუ მაინდა მიდი ლაშაბიძიას დაურეკე ხო მალე მოვა, სახლში მარტო ვერ დაგტოვე. რა დროს ლაშაბიძიას თან დარეკვა? შენ ესე დღეში ხარ, დიტოს პაემანზე არ მოვიდა. შენ კიდე გამოიპრანჭე და ელოდები ას გაგაფრთხილა. დედა, მე იძულებული ვარ ესეთ მომენტში შენს გვერდით ვიყო. უკან დაგვერდით. დედიკო. ლაშა თეკლა როდის მოვა? 2 წუთში მოვა. კარგი, მაშინ მოდი დავიწყოთ, იცი? იცი რა მგონია, აქ თქვენ რომ გინდოდათ შუშის კედლის გაკეთება, მგონი ჯობია ჩვეულებრივი კედელი გავაკეთებთ. რა. იცი რა გოგოები რომ მოვლენ, ალბათ მიაშტერდები და ბიზნეს ჩაგევარდებათ. არა, რას მივაშტერდები, როდის მივაშტერები ვარ, ეხლა რომ მივაშტერდე რა. არ მივაშტერდები, იყო შუში. არალაშ დამჯერ ჯობია ჩვეულებრივი კედელი იყოს, მაგრამ აი რა ფრად შევღებოთ? ქერად? ან იყოს ქერა არ შევღებოთ. კი ხდება ქერა. როგორ ახარ? კარგად. რაღაცა მოსუქებულ ხარ. მართლა? კი, ან შეიძლება ბევრი ტონალური გისვია იქ. რა კარგად მითხარი გამეცი და ყველაფერი მიყვარს. სახეები, ეს კედლები, შენი ეხიზომი დიდი კაბა გაწეწილით მასაშინელი ფესოთმები სათვალეები. მოვჭით, რაღაცა დაგვრჩა მხოლოდ, იცი? თეკლა მოხვედი როგორ ახარ? თეკლა, ჩვენი კაფედერია მალე მზად იქნება სტუმრების მისაღებად, კლიენტების, ცხადია სოფის დახმარებით. ხო, ერთადერთი რა დავარქვათ? იცი, პირველს გვინდა დავარქვათ კოტეო და კაფეტერიაზე გეკითხები. მაშინ პაატა.
მე სოფი უფრო მომწონს. უი, სოფი და პატა? არა. კარგი, მაშინ მოდი თქვენი სახელის დასაწყისი ავიღოთ. თეკდალა. თეკდალა? მაგარია. ვა, მაგარია, თეკლა. მაგათაც მატლუებ. მე მომწონს, მაგრამ პატა უფრო მომწონს. დაი. მოიფიქრეთ, მე წავალ და თქვენ მერე მითხართ, ხო? ხო, კარგი. ნაჭეს თეკლა? ვაშა, ძალიან ბედნიერი ვარ. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ მინდა მთელ მსოფლიოს გავაგებინო, რომ ბედნიერი ვარ. მართლა რატო? ვერ გეტყვი. თეკლა მითხარი და მეც მაგარ ისტორიას მოგიყვები. ელენე რომ ვიტოს ხდება, ეგ ვიცი, სხვა რამე მოიფიქრე. სხვა ისტორია არ ვიცი და იცი რა, მაშინ თუ უთქმელად გამოიცნობ, მაშინ გეტყვი. თუ გამოიცნობ, მე რაღაც მეტყვი თეკლა. მოკლედ ტიტო ერთხელ არა. მაშინ რაღაცა მინიშნება მომეცი თეკლა, ისე როგორ გამოვიცი? მინიშნება რომ მოგცე ვაშა თქმა გამოდის. თუ გინდა ისეთ მინიშნებებს გეტყვი, რომლებიც არ გამოგადგება. არ მინდა ეგეთი. ნიკანოვა, ცოტა აგვიანდება. ისე მართლა ამდენ ხანს რატო არ მირეკავს? აგვიანდება ალბათ. გარეკავს. ისე და გახსოვს მამა რა პუნქტუალური იყო, რომ დააგვიანებდა შე რომ ურეკავდი ჩხუბით, რომ იტყოდა 2 საათს დამაგვიანდებაო. ზუსტად 2 საათს დაგვიანებით მოდიოდა. 10 წუთი აქეთ იქით არაფერი არა. ნიკა, ეს საათი? ნიკა, ეს საათი 1 საათით უკან არის. ვაი. არა, უშავს გავახსოვებ. მიდი. დედა. ესეთი კამები ახლა მოდაშია? კი, ნიკა, ახლა ეს ყველაზე მოდურია. მე მგონი ისე იგვიანებს. ის რომ მოა, ეგ აღარც იქნება მოდაში. იცი რა, ახლა უკვე მართლა გაუბრაზდი. რო არც მირეკავს, არა ვერ ხდები, რა უპასუხისმგებლობაა. კარგი დედა, ნუ ნერვიულობ. ეთყობა გუშინ ძალიან ბევრი ძალიან ტელეფონის სასმელებში დახარჯა და ტელეფონი სადმე დაკარგა ქუჩაში ცეკვის დროს. იცი რა? ჯობია საერთოდ არ მოვიდეს. ჯობია. მოვკლავ. მოკალი. მე თვითონ თუ გამოვიცი. აბა. პატონმა ბრუნდება? არა. ვიცოდი. მოიცა სოფის ქონდა კაბა გახეული და არ უთხარი? არა, ვაშა, მაგის ბედი ვინ მომცამე. $1 კურს მაიწია? არა, ვაშა, არა. კარგი, ერთ მინიშნებას გეტყვი. ინდირა და ბობი. დირა და ბობი. ვა, თეკლა რა მაგარია, გილოცა, მე რამდენი თვეში ხარ? ეგარა. აბა, მოიცა პატამ წითლად შეიძლება თმა? არა, ვაშა. ინგლისურად გეტყვი. ინგლისურად ნათქვამი ხო არ ითვლება? არა, ინგლისურად როგორ ჩაითვლება თქმა. Tata and I are going to get married. Tata and I and Mary. აჰა. თეკლა მე გერმანული განათლება მაქვს მიღებული. კარგი, მაშინ აგიხსნი, მიყურე? მინიშნები? ხო, მინიშნები. კი. სადარბაზოში ნათურა გაგექცა? მარგარინის ფასმა დაიწია? ვაშა. 4. ხო. ბიტლზებში მაკარტნი მოგწონს? არა, ვაშა. არა, იქ ხო მაკარტნია. აბა მაშინ ვერ გავიგეთ, ეკლა რაღაც წესიერად მითხარი, აბა მე უბნები მაკარტნი და მე უბნები თან მე არა. ვაშა, პატამ ხელი უნდა მთხოვოს. მოიცა დამარცხლით ნათქვამი არ ითვლება, ხო?
არა, რა მაგარია, თეკლა, გილოცავ, რა მაგარია, ახ, ძალიან გამიხანდა, ძალიან, მართლა ძალიან გამიხანდა, რა მაგარია. ანუ პატაენ და რა მაგარია, თან პატასთან რო გადავალსაცხოვრებ, თქვენთან უფრო ახლოს ვიქნები. არა, თეკლა, პატასთან რო გადავალ, უფრო შორს იქნები, ახლა ჩვენთან ცხოვრობ. არა, მართლა ძალიან გამიხანდა, თეკლა. იცი, ვაჟა, რომ გაგიხარდა, მაგრამ გიხოცები არავის არ უთხრა. თეკლა. კარგი, ახლა რა ვის რა უნდა უთხრა? არა, ვაჟა, მართლა, სერიოზულად გეუბნები, არავის არ უთხრა. დასლაპარაკობთ ახლა ძალიან მიგვიყვება. დამარცულით და არც გერმანულად. Nein. უკვე საათი და 5 წუთია იქმიანებს. არა, 8-ს მივეკავს. 5 წუთი მართლა გადასცა. მართლა იგვიანებს. არა რა, ყველა კაცი ერთნაირია. ხოდა თუ ყველა კაცი ერთნაირია, ბარემ შეურდი მამას. არა რა, როგორ ვერ როგორ ვერ მივხვდი, რომ დეგენერატია. ლამაზი ხელსაბამი მაჩუკა, ლამაზ სიტყვებს მეუბნებოდა, ვაჟკაცურად იქცეოდა. რა სულელი ყოფილა, როგორ ვერ მივხვდი. აბა, როგორ ვერ მივხვდი, აი, როგორ. და ქუსლანი ფეხსაცმელი მაინც გაიხადა და ისე ინერვიული, რომ კიდე ამოგივარდება მე. გამარჯობა. ბოდი შელენდი. ცოტა ხნით დავაგვიანე და. ცოტა არა. გაგერეკა მაინც გაგეფრთხილებინე. არა, ვიფიქრე, მაგრამ ხო ისე არ მეგონა ასე თუ გავრაზდებოდი. ესე იგი დებილი გონი ვარ. არა, რა სისულელეს ამბობ, ელო. სულელიც გონი ვარ. არა, მე გამიხობს, აგიხსნი. ესე იგი არ გისმენ და უზრდელიც ყოფილ ვარ. ლამაზი ხარ ელენე. ესე იგი ძალიან მადლობა. ესე იგი სულელი ყოფილვარ, უზრდელი ყოფილვარ, მაგრამ ლამაზი ვარ არა უშავს. ეს რომ მე არ მცალია საქმეები მაქვს. გამარჯობა ტიტოვიზია. არი. კაც. ეს შენ მოგიტანა. მადლობა. ხო. ბოდიში შენს გალოდინე, ხო? იცი, არ მეგონა ასე თუ გაბრაზდებოდა 5 წუთი დავაგვიანე, მეტი ხო არ. ხარების ამბავი ხო იცი, ზოგისთვის 5 წუთია, ზოგისთვის კიდე საათი და 5 წუთი. თან 5 წუთი ერთი შეხედვით ცოტაა, მაგრამ 300 წამია. ხო. დედა საერთოდ ვერ ტანს დაგვიანებას. აი მამას 4 წუთი დააგვიანდა და მაგიტომ დაშურდა. რას ვიფიქრებდი, ასე თუ გაბრაზდებოდა? გარედან ჩანს ასეთი თორემ შეჭამა კაცი ვეღარ გაუძლო. მაგრამ დედა ჩემია და რა ვქნა. ხო. შეჭამა? ლუდი ბატონო ხება? მადლობა. ნუ შემოვიდა. არ დამინახავს, ბოლმის სუნი მეცა და მე. გამარჯობა. გამარჯობა ხაბატონო. დავი თასე რა. მაგან არ მინდა გაიგო თათე და ჩემი მზარი ხوار შემოსულა დასალევად. კი, შემოვიდა. ლამაზ ბოთლებს ხوارი ბარებთო და მეუთხარი არამედ კიდე წავიდა. დედა გამეპარა ესე იგი დასალევად. მაგ ლამაზ ბოთლებთან ერთად დავმარხავ მაგუბედურს. ლუკა. დედა ძალიან გიპოვე, ძალიან.
სახში არ იყავს და მეზობელმა მითხრა რომ იქნახავთ ბარშიო. თათია, ჩემი უსაყვარლესი მული გახლავთ ელზა. საუკეთესო ნამსხვრა და საუკეთესო ყავა მოართ. აგიყვათ სახში, მაგრამ მემზარი არ არის და თან გასაღების თან გახლავთ. აი მემზარი სად არის ნონოკა? არ გამიმალო კიდე სვამ. არა, გასლაპარაკოთ. მეზობელ სახში მინისტრის ბიზნესი და ეხმარება. ხო, რას მეუბნები, ნონოკა, ვიფიქრე, გავალჩენებ და ვხედავ მეთქი. ხო, თან ინდირას ამბები მაინტერესებს გოგო. ხომ მაყოფილია ქმრითა? კი, ძალიან დედა ისეთი კარგი სიძენ შემხვდა, შენ ქეთინოში ახვედრა ისეთი და შენ ოჯახში შემოვიდა ესეთი. როგორც მე შემწარა ჩვეულებრივი, ესე იგი ბაჯაღლოსტანი. თავი აქვს ესე იგი ლალის ფერი სულ ანაფერს. რას მეუბნები, კაცო? ძლივს არ მივხვდი რა შეა საქმე? კარგი ძალიან. ნუ აი ესეთი კარგი სიძე რომ შეხვდა. ხალხი დაიბოღმა და რას არ ამბობენ? აი, რას ლაპარაკობ, რას ამბობენ, მითხარია. როგორ რას ამბობენ და ნუკას პანკი სიძე შეხვდაო. პანკი? პანკი, ამიცი რა არის, მაგრამ შეიძლება თუ კარგი არის ჩემი სიძე, აბა რა პანკიც არის. პანკი მეც არ ვიცი რა არის, მაგრამ იცი რა თქვენ გონი? ისაო ჯაჭვები კიდიაო და თბები აქ წითლად შეღებილიო და კიდე რაღაცა უცნაური სამკაულები უკეთიაო, ნუ კაი. ესა ჯაჭვი? კი, აქ კიდია ჯაჭვები. აბა, ჯაჭვის პერანგიაც ესეთი ბაშკაცია ქართული. ამა შემშულზე ამბობს, ოჩაღნუ ეხლა მემაცალე. გამარჯობათ, მოგესალმებით. ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ. ელზა, ჩემი უსაყვარლესები მოხვედი, ჩემი ძახალი გაახლავთ, საქართველოს დაამსახა სახალხო არტისტი ფრიდონ შვანგირაძე. რა საჭირო იყო ამ ყველა შესავალი? უბრალოდ ფრიდონი, უბრალოდ ისიც მე და ნუნუ ისეთ პატივს ვცემთ ერთმანეთს, რომ ზოგჯერ ზედმეტი მოყეს. ასე თუ გაბრაზდებოდა. თან საერთოდ ვერ ტანს დაგვიანებას. აი, მე მშობიარობის დროს რამდენიმე წუთით გვიან გავჩიდი და მას მერე სულ მეჩხუბება. ელენე, არა, ნიკა მომისმინე, კარგი ნიკა, ყველა დედა ესეთია, დედამ კაცი უნდა იყოს, ნიკა. ზიადიტო. თან მარტო დაგვიანებაზე კი არის. ერთხელ სკოლიდან 10 წუთით ადრე მოვედი და მაგაზე კინაღა მომკლა. ეგ იმიტომ რომ სკოლა გააცდინე ალბათ. ნიკა, მიდი ერთი ჭიქა წყალი მომიტანე. არა ალბათ გაულის მე დაურეკავ ყველაფერი მოგვარდება და ხო მოდი მე დავლევ და წავალ ხო? აუ არ წახვიდე ჩატია დიტორო. ლაშაბიძეაც არ არის სახლში და თქვენ რომ წახვალთ შეიძლება გაბრაზებულმა ჩემზე იყაროს ჯავრი. რას ამბობ? ეს დედა რო გაბრაზებული არის ხოლმე, ცხოვრება ჭურჭელს უმალავთ, ყველაფერს ლეწავს. ნიკა, შენ მოგეშინია შენ, მე დაურეკავთ, დაველაპარაკები და იმედი მაქვს მიხდება. დაურეკავთ? ხო. აუ არ დაურეკოთ, რა გიხვეწებით რა. რატო ნიკა? ტელეფონი ახალი ნაყიდი აქვს და მაგასაც დალეწავს. კარგი, მე იცი, მოდი მე წავალ, ასე ხო არ ვიძდები და ბოდიში ნიკა, არ მეგონა თუ ასე მოხდებოდა, ნახვამდის. კარგად. კარები, კარი. ხო, კარგი ნიკა. შვიდობით. მაგარი სათამაშოა. ნახევარი საათით უნდა გადმომიწვი. ეს
ჩემი უსაყვარლესი და ერთადერთი მულია. ძალიან სასიამოვნო. ძლივს არ გაგიცანით, აი ძლივს. იცით, სულ თქვენზე ლაპარაკობს ნუნუ. დიახ, საერთოდ ძალიან ყურადღებიანი ქალია. აი, დილიდან რომ ჩამოუვლის მეზობლებს ანაღოლას არ მოიკითხავს, მანამდე არ გაგაჩერდება. მთელი დღე ამის მოკითხვის ხმა ის. ძალიან კარგი ადამიანია. არაჩვეულები შენ კიდე არ იცი. ესე იგი სუვეუნები ფრიდო, ნუ ხარ ესეთი ძალიან კარგი, ნუ ხარ ესეთი კარგი, ნუ. არა. თვითონ არის ნუნუ გადასარევი ადამიანი. ეხლა თქვენ რა გინათ ამის სწავლება ესე რაც გეცოდინება ხო? არა. ძირფასი ალკოჰოლი არ მომიტანია. რა ხდება ახლა? ბატონო. ცოტა ხნის წინ თქვენ შულზე მიყვებოდა. ძალიან უყვარს. კი, გიждები. კი, ნამდვილად გიждდება. ხო და მეც მაინტერესებს გავიცნო, კაცო. მე თვითონ უნდა გავიცნო. აბარა, კუჭი რომ შემოხდი, შემხლავით ხო მომეჭრა თავი. სიძეს არ უნდა ვიცნო მე. ფოტო ხო არა? ფოტო. რა გინდა ფოტო? არის იცი, შეხედე ფრიდონს. მოაკელი 30 წელი, მოაკელი 10 კილო, ცოტა თმები, ესე იგი ბევრი თმები რო ქონდეს, შეგონი აი ესეთი ახოვანი, ცოტა მხარბეჭი, ესე იგი ხმა ბოხი და ზედ გამოჭრილი მამამისია. ენასვალოს მამა. გასძანებ. აბა, საოცრება ყოფილა. ხო, მაგრამ ინდირას ნახვა მაინც მინდოდა რა. ინდირას ვერ ნახავ. ეს რა არის იცი, ახალგაზრდობები ხო ეს. ნუ გავიცი. ნუ კარგით მაშინ ვერ წახო. დაიმე, არა, რა სხვა გაგაცილებ. არა, არ მინდა. გადავიხდი და გაგაცილებ. მე გადავიხდი. ვერ დაასწრებს გადახდა საოცარ. გაჩიმა არ მინდა, აქვე დაგევიდობებით ნაყვამდის კარგად იყავით. თქვენ შემოგრელეთ. გამომიარეთ ბარი ჩვენთანაც არის. ნაყვამდის. ხელი განიში. ჩემია. გადამეკითხე. პატაკი თანახმავარ. არა, ეს რაღაც ძალიან ბანალურია. აბა ესე კი პატა თანახმავარ. არა, ესეც არ ვარ და რაღაც არადამაჯერებელია. პატა თანახმა კი ვარ. ეს რაღაც უასრობა გამოვიდა, ისე ბანალური ვერსია ჯობია. პატაკი თანახმა. ვა, თეკლა. შენ არ გათხოვილ ხარ ჯერ? არა. პატას ვიღებით ამერიკა მოვალო და ხელი უნდა მთხოვოს რა მაგარია. ო, ძალიან მაგარია, ძალიან მე ძალიან მიხარია თეკლა. ლაშა, ვინმესთვის ხომ არ გითქვამს? არა, თეკლა რას ქვია, შენ რა არ ვიცნობ, მე რას ქვია ხა, ვის ვეთხოვი მე? აი, მე თეკლა როგორ გამიხარდა შენ? ხელი? აჰა. აბა არაო. თეკლა, შენ ხო იცი მე და ელენე როგორი დედმამიშვილი ვარ. ჩვენ არ უმალავთ ერთმანეთს არავის და ეხლა ელენესთვის უნდა მეტყვა. ლაშა კი ისავე ელენე ველოდები, აი პატას უნდა მოვიდეს. აი მე რა საყვარლები. ხო. აი მე შემოგთავაზ და პატა. შენ ციცი? არ ვაპირებდი თქმას. მართლა არ ვაპირებდი თეკლა, მაგრამ ხო იცი ჩემი დამოკიდებულება სოფისადმი და მოდი შენ ამაზე ნუ იფიქრებ საერთოდ. იმ არაჩვეულებრივ წუთებზე იფიქრე, წირო გელოდება. არ მოსულა ჯერ პატა. არა, ველოდებით ყველა. ისე თეკლა შენ ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ, რომ არ გამოიბრანჭი. იცი, ასეც თუ შემოგთავაზა ხელი თუ გთხოვა, ესე იგი ნამდვილად უყვარ ხარ. სოფი ვიხუმრევი მე რა მოწყენილობა არა. აი მე ხომ არ დაგვაბიან. როგორ გამიხარდა შვილებო თქვენი ამბავი როგორ? სად არის პატა? მოვა, მალე მოვა. ლაშა კიდევ ვიმეცის. არ მეტი არა.
თუ სწორად მახსოვს და დიდი მადლობა ესე რომ გულშემატკივრეთ, მაგრამ იცით ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ იქნებ წახვიდეთ, იმიტომ რომ პაატა მოვა და უხერხულია რომ დაგინახავთ. თეკლა მომისმინე, ჩვენ ახლა იცი რას ვიზავთ, ყველანი დავიმალებით ისე რომ პაატამ ვერ დაგვინახოს და რომ მოვა პაატა ხელს რო გთხოვს შენც რო თანხმობა დეწყი, ჩვენ ყველა გამოვთ და მოგილოცავთ. ოჰო, ვიქეიფებთ მერე და ხო რა ვიცი. ხო რა ვიცი კი არა თეკლე. რა კრამით ხوارდი მუშტებით ზევით ხვევით დავიმალებით და მე ყველა ერთად გამოვა დავიმალოთ. მე კარგით რა ხალხნო რა მართლა რა მოწყენილობა რა უნდა დავიმალოთ. ელენე, მომისმენს სოფიკო ისეთ ადგილას დამალე რომ პაატა რომ ხელს თხოვს კარგად დაინახოს. როგორ ვაშა რა შეძე? აიპადს. ვაშა მომისმენე გაფრთხილებ. არ დავინახო, არ გადაიღო აიპადით როგორ დაიჩოგებს პაატა და როგორ მთხოვს ხელს და მე რომ ვეტყვი კითხო და აივარზე გადი იქიდან კარგად ჩანს. თეკლა, როგორ ხარ? ძალიან კარგად. რა ლამაზად გაცილე, თეკ? პაატა მადლობა პაატა. თეკ, მე რო დილით გითხარი რომ საღამოსთვის შენთვის სურპრიზი გქონდა მომზადებული, ხო გახსოვს? კი, მახსოვს პაატა და მითხარი. ოღონდ ცოტა ხმამაღლა მითხარი. ხმამაღლა? ხო. კარგი ხმამაღლა იყოს. თეკლა, მე და შენ მთელი ცხოვრება ბედნიერები უნდა ვიყოთ თეკლა. ამისათვის რა არის საჭირო? შენ დამითხრა პაატა. ამისათვის საჭირო. პაატა, დაიჩოქე მუხლებზე და ისე მითხარი. კარგი, დავიჩოქები და ისე გეტყვი. მოკლედ თეკლა, ამისათვის საჭიროა, რომ მე და შენ მთელი ცხოვრება ჯანსაღი საკვებით ვუყაროთ. თეკლა რა გჭირს? თეკლა ზვირფასო თეკ ბაბუა ჩემი ძროხამ ხბო მოიგო თეკლა ეს ის თეკლა ბრატკი ზვირფასო ბაბუა ჩემი ძროხამ ხბო მოიგო თეკლა თანახმავას ვიცა ვიცი ზვირფასო შოქში ხარ ვიცი გასაგებია მაგრამ თუ ჩემთან ცხოვრება გადაწყვეტე ესე სურპრიზს უცნა შეიჩვენებ რომ გაგათამამებ და ამის შემდეგ ესეთი სურპრიზი დაფტერ თქვენ ხართ ეს რა მაფიქრებინა რა მაფიქრებინა არაფერი მე უფრო კრუხის გარშემო ვტრიალებდი პაატა რაო პაატა რაო და ბატონო ფრიდონ 4 გოგოსთვის ნახელი ნათხოვე კი ხო მაგრამ მე ესეთი ორიგინალურად თუ შეიძლება და ხელის თქმა მე არ თეკლა რა მაგარი სიტუაცია ხოს აღნიშნავს. გაგიხარდათ ხო? მე და თეკლა ისეთი ბედნიერები ვართ, ხეს გაგიხარდათ ხო? აბა ჯერ სათხარ. შედახე ეს ხბო რომ წამოიზრდება და საძოვარზე დამოუკიდებლად რო წავამე. გრანდიოზული ამბავი თუ იყო, მე ჩემს ბრილიანტის საყურებს ან ლუი ვიტონის ჩანთას მაინც გათხოვდი, ხო არ მენანებო. ხო, კარგი სოფიკო, შენ ნერვები არ მაქვს ახლა. რაზე ლაპარაკობ, გოგო, ეხეგავი. ის არაფერი პაატა სოფიკოს ვეუბნებოდი ისეთი ბედნიერები ვართ მე და პაატა ჩემი წყალი გადმოგხსმოდეს მეთქი კარგი ხო თეკლა დაწნადი დამშვიდი ხმართალე შენ სხვა რამეს ელოდი სხვა რამე დახვდა მაგრამ ის ხო არ წაბა ხელზე გავალთ ჩვენ თეკლა გავალთ აი ეს გამოვჩვენ ეს რაღაც მინდა ბატონო ფრიდონ ხო საჭამე შვილო ყვება ჭირდება თეკლე შვილო მე თქვენც უნდა დამციროთ ხო ნუნდეიდა არა ერთი სათხოვარი მაქვს ჩემი ინდირა ხოჭი რა მდგომარეობაშია და იქნებ ყოველდღე ნატურალური რძე 1 ლიტრი მაინც ჩამოუტანო ხოლმე ძალიან გთხოვ აი ეშე ყოჩახ
კარგი, პატა, ჩვენ წავედით. წავიდეთ, ხო, წამოდი უნდა მოგიყვან. აუ, რა მაგარი ტიპი ყოფილა იცით, ეხლა თურმე ძალიან მაგარი ტიპია. წარმოიდგინე, წითელია, წითური, შენ თავით რა წითური რა? უკან აქვს თურმე ზურგზე მარტო ერთი თეთრი ლაქა. ხო და ერთი თეთრი ლაქა აქვს და რა დავარქოთ? ერთ თეთრ ლაქა ხო არ დავარქოთ? პატა, გულგატეხილა? არა. გულგატეხილა. მაშინ სოფი, წავედით, საწყალი თეკლა, რასახე ქონდა, პატამ რო ხბოს ამბავი ახარა, მე კიდე ვერ დავინახე, რა ნუნუს ბუშტები მეფარებოდა. ხო, ესე რა პრობლემაა, სოფი. ელენე, ჩვენ პოპკორნი ხო გვაქვს? მერე მიდი მოიტანე და მაგარ კომედიას უნდა გაყურები. მანა. ხენია. ვიშელაპარაკები. ხოდა თუ შენ გელაპარაკები? რამ გადაგაწევინა საათი? ჰა? ნიკა, ძალიან მატკინე გული, მეც და დიტოსაც. ძალიან ცუდად მოიქეცი. ვაღარ პროცუდად მოიქეცი ბოდიში. აუ, რაღაცა შემსრულებ, უნდა გთხოვ. რა გინდა? რა დიტოსთან დაიკე, ბოდიში უნდა მოუხადო. ხოდიტო მე ვარ. არა, არ ვეჩხუბები. მოიცა ნიკას უნდა შენთან ლაპარაკი. მადლობა რომ მანქანა მაჩუქე და სათამაშო კულკიან გემს მიყიდი? ნიკა,